პირველივე დღეს ჩინეთი დარტყმას მიაყენებს არა მხოლოდ ტაივანს, არამედ აშშ-ს ბაზებს იაპონიასა და გუამში. 5 ოქტომბერს ადგილობრივი გამთენიის 2 საათზე ჩინეთის სახელგანმათავისუფლებელი არმია იწყებს საომარ მოქმედებებს. ჩინეთის სწრაფად და ძლიერი ბიძგით იწყებს მოძრაობას. მიზანი არ არის თანდათანობითი ესკალაცია, არამედ სწრაფი შოკის მონგრელი დარტყმა, რომელიც მიზნად ისახავს ტაივანის დამცველების გატეხვას და მათი მოკავშირეების შეშინებას. ჩინეთის არმიის სარაკეტო ძალები ტაივანის სამიზნეების წინააღმდეგ მასშტაბურ დარტყმებს იწყებენ. შეტევა მრავალშრიანია და ასახავს რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ჩახშობის ადრეული პრობლემებიდან მიღებულ გაკვეთილებს. პირველი ზალპიდან ჩინელები ათასობით იაფასიან დრონს აგზავნიან დამცველების დასაბნევად და ტაივანის საჰაერო თავდაცვის ქსელში შეღწევის ხელშესაწყობად. ასობით ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტა ეცემა საჰაერო ბაზებს სინჩუიში, ტაოიუანში, ჩინგჩუანკანგში და ჩაიაში, საზღვაო პორტებს ზუანგში და სუაოში, ადრეული გაფრთხილების რადარების ძირითად ადგილებს, მათ შორის სტრატეგიულად მნიშვნელოვან ფეივ-ფავს ლეშანის მთაზე, C4IS არის კვანძებს და სამთავრობო შენობებს ტაიპეიში. ამავდროულად ძლიერი დარტყმები ხორციელდება წინ მდებარე ბასტიონებზე, პესკადორესისა და კაინმენის არქიპელაგებზე.